წარმოიდგინე სიტუაცია. მიდიხარ მათემატიკის მასწავლებელთან და ეუბნები მას. ხვალ მაქვს ეროვნულების გამოცდა და უეჭველი უნდა ჩავაბარო. მინდა მინიმუმ 50%-იანი გრანტი. ანუ საკაიფოდ მომამზადე. მითხარი რა გავაკეთო? ეხლავე. და მათემატიკის მასწავლებელი გამოდის და რა თქმა უნდა დაჯექი შვილო გასწავლი ეხლავე ყველაფერს უფასოდ დედას ვფიცავარ შენ მაგარ შედეგს დადებ. აი იგივეა როცა მოდიხარ ჩვენთან გიორგი პრობლემა მაქვს ეც მენეჯერში. გიორგი ვერ ვიზიდავ კლიენტებს მასწავლე ვიდეოების გადაღება. ანუ იგივეს ელოდებით ჩვენ რომ უცბად გამოვიქცეთ თქვენთან და ყველაფერი გასწავლოთ ან უფასოდ. რატომ ვერ ხედავთ ამათ შორის განსხვავებას? რატომ შეგიძლია მათემატიკის მასწავლებელს გადაუხადოთ ანხა, მაგრამ ის ვინც კონტენტის შექმნას გასწავლის და რეალურ შედეგს მოგიტანს, მათემატიკამ, რეალური შედეგი მოგიტანა, ალბათ იმ შემთხვევაში თუ მათემატიკის მასწავლებელი ხარ. რეალურ შედეგს ვამბობ ფინანსურ უკავშირს. და აქ რატო ელოდებით, რომ უცბად ვიღაც დაგეხმარება, უფასოდ გასწავლის კლიენტების მოზიდვას? დაფიქრდი ამაზე. და განვანათლოთ ხალხი ცოტა.